როგორც იცით, ისტორიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, რაც ნამდვილად გარდამტეხი იქნება ისრაელის მომავლისთვის. ამ შეხვედრაზე მან ღაზის სექტორის შესახებ ძალიან კარგი და ორიგინალური იდეები გააჟღერა, რისი მოსმენაც აუცილებლად ღირს. ამ ვიზიტის ფარგლებში მე ასევე ვესაუბრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს პენტაგონში. ყველა მათგანი ისრაელის სახელმწიფოს დიდი მეგობრები არიან. კონგრესში შევხვდი წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებს, როგორც რესპუბლიკელებს, ასევე დემოკრატებს, და ისინი ყველა დამეთანხმდნენ ორ საკითხზე. ერთი, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მეორე, ჰამასი აუცილებლად უნდა განადგურდეს. ყველა გაოცებულია ისრაელის მიღწევებით. ასევე აღფრთოვანებულებმა მკითხეს, თუ საიდან მოდის ჩვენი ძალა, ქვეყნიდან, რომელიც ნიუ-ჯერსივით პატარაა, და მე უპასუხე, რომ ჩვენი ძალა მოდის ხალხისგან, გმირი ჯარისკაცებისა და ჩვენი რწმენისგან, რამაც ათასწლეულები გაგვაძლებინა.